ამ წმინდანის სახემ გადალახა რელიგიის საზღვრები, შეიძლება ასე ითქვას. იმიტომ რომ და იქცა სიკეთის და ბოროტებაზე გამარჯვების უნივერსალურ სიმბოლოდ, ნათლის მხედარად, რომელიც ამარცხეს ბოროტებას. წმინდა გიორგი არის კაბადოკიელი წარმოშობით, მაგრამ საინტერესო ის რომ იზრდება ნუბიაში, აფრიკაში. იქ იზრდებოდა. შემდეგ, რაც წმინდა გიორგის სახე ლიტერატურულ დამუშავებას განიცდიდა, ჩვენ მივიღეთ უკვე მისი სტანდარტული ცხოვრება, რომ ის იყო პრეტორიანული დაცვის წევრი იმპერატორის დიოკლეტიანეს გამორჩეული მხედართმთავარი. დიოკლეტიანე მას თხოვს ქრისტიანობის დაგმობას და წარმართობაზე მოქცევას. წმინდა გიორგი უარს ეუნება. ტრადიციულად მიღებულია, რომ წმინდა გიორგი ეწამა დიოკლეტიანეს დევნის დროს 303 წლის აპრილში. ქართულ მეომრებს ყოველთვის ჯეროდათ, რომ წმინდა გიორგი მათ მხარდამხარი ბრძოდა მნიშვნელოვან მომენტებში. დავით აღმაშენებლის მემატიანე წერს, რომ დიდგორის ბრძოლისას წმინდა გიორგის დანახვა ვიზუალურადაც კი შესაძლებელი იყო. ამას თვით მტერიც კი ხედავდა და კრთოდა ამ სახილველით. საქართველოს, როგორც ჩანს, არის წმინდა გიორგის კულტის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ადგილი და შეიძლება ითქვას, რომ ბევრგან წმინდა გიორგის თაყვანისცემა გავრცელდა სწორედ საქართველოსთან. საქართველოში შემორჩენილი არის რელიეფური გამოსახულება წმინდა გიორგის ყველაზე ადრეული, სადაც გამოსახულია წმინდა გიორგი, რომელიც ჩუბით კლავს გველეშაპს. საქართველოს ცხოვრებაში წმინდა გიორგის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც. ქრისტიანული წმინდა გიორგი ისტორიულად არსებული პიროვნებაა და ამავე დროს არის მიწიერი სახე იმავე სულიერი არსებისა, მიქაელ მთავარანგელოზისა, დრაკონის დამთრგუნველი. ეს სახე და ეს კულტი იყო ყველაზე მახლობელი ქართული მოდგმისთვის. საქართველოში ქრისტიანობა მიიღო გიორგიანობის სახე. წმინდა გიორგის სახეში ქართველი ხედავდა არა მხოლოდ კაბადოკიელ წმინდანს, არამედ ქრისტიანულ ღმერთს. დრაკონის დამთრგუნվել სახეში. ესე იგი მიქაელური ასპექტი ქრისტიანობისა იყო ყველაზე მეტად მახლობელი საქართველოსთვის.